მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, მსმენელებო, დღეს პატივი მაქვს სტუმრად ყავდეს ბატონი პეტრე მამრაძე. ბატონო პეტრე, მოგესალმებით. მოგესალმებით. და ბატონი პეტრე ძანდება პროფესორი, იგი არის ანალიტიკოსი, ძალიან დიდი ხნის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და ბატონი პეტრეს აზრით ჩემთვის ასმაგად მნიშვნელოვანია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და პირველი შეკითხვა იქნება ბატონო პეტრე იმასთან მიმართებით თუ თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ და როგორ შეაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს რომლის მომხრეც მეც ვიყავი და ვარ კიდეც გამომდინარე იგი მიზეზებისა და მე მაინტერესებს აი თქვენი აზრი. თქვენ არაერთხელ გამოგითქვათ ესე ვთქვათ გავრცელებული აზრის გასხოვებით რომ დონალდ ტრამპი ძალიან ექსცენტრიული, სუბუქად რო ვთქვათ და განსხვავებული პოლიტიკური ფიგურაა და აი ამ მოვლენებს ეხლა რაც მიმდინარეობს იგივე ახლო აღმოსავლეთში, იგივე ირანში, როგორი განცხადება ქონდა გრენლანდიის მიმართ დავოში რაც გააკეთა და ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება ამ ყველაფრის მიმართ და შემდეგ უკვე გადავიდეთ როგორც ამბობენ პასუხის თუ განვიხილოთ ირანი და ახლო აღმოსავლეთი. გისმენთ ბატონო პეტრე. მე ასე ვთქვათ ტრამპთან დაკავშირებით ასე ვთქვათ ჩემი ყურადღების არეალში მოხდა ჯერ კიდევ 96 წელს როცა ჩავიდა მოსკოვში და მათ შორის ზურაბ წერეთელმა გაუმართა იქ გალა მიღება იმიტომ რომ ბატონ ზურაბს მაშინ უკვე შესყიდული ჰქონდა მოსკოვის საუკეთესო ადგილებში საკმაოდ დიდი ტერიტორია მაშინდელი მოსკოვის ასე ვთქვათ ლიდერები ლუშკოვი და სხვები აცხადებდნენ რომ ჩვენს თვალწინ ხდება მოსკოვის სრული წერეთელიზაცია და უნდოდა ბატონ ზურაბს რომ აეშენებინა ტრამპს იქ ეს ტრამპ ტაუერს ანუ ეს ისტორია 96 წლიდან იწყება და ну მაშინ რა თქმა უნდა ეს გალა მიღება სასტუმროში ფოიეში მიწვეული იყო მთელი ელიტა მაშინდელი მოსკოვისა მერიიდან მილიარდერები რუსი მილიარდერები სხვები და ესე იგი გამოვიდა ბატონი ზურაბის სიტყვით მათ შორის და მე ტრამპმა სიტყვა თქვა და როგორც ამბობდნენ იქ დამსწრენი მე ვინც მიყვებოდნენ ამას და იყვნენ ქართველები ვინც ბატონ ზურაბთან მუშაობდა წერეთელთან და იყვნენ ჩვენი საელჩოს მაშინ ხო საელჩო იყო მოსკოვში და იყვნენ დიპლომატები და მე მაშინ მოგეხსენებათ უკვე შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვარ საბჭოს პირველი მოადგილე ვარ და რა თქმა უნდა კონტაქტი მქონდა ძალიან ხშირი სხვა ადამიანებთან მათ შორის ჩვენს დიპლომატებთან და ყვებოდნენ რომ ოსტატ ბენდერი ასე ვთქვათ დაჭდილა მაშინათვე ბატონმა ტრამპმა აი ცნობილი რომ ნიუ-ვასიკის ავაშენებო ხო და ესე იგი აქეთ კოშკები იქეთ კოშკები მოსკოვი ივსება ამ ტრამპ ტაუერსებით მე ეს ფართოვდება მოსკოვი ხდება მოწინავე ქალაქი მსოფლიოში და ასე შემდეგ და დასრულდა ყველაფერი ტაში შამპანური და ერთი მოხუცი კაცი იჯდა იქ სავარძელში კედელთან ახლოს და ნუ იმდენად მოხუცებული ჩანდა რომ გასაგები იყო რომ ვერ იდგებოდა ფეხზე ამდენი ხანი და იჯდა სავარძელში და ხელს ასე იქნებდა ასე მოდითო და აი წერეთლის გარშემო შეკრებილი ხალხის მიმართ და მივიდნენ და იქიდან ორი მიყვებოდა მე სხვადასხვა ადამიანი ესე იგი ორი და პრაქტიკულად დაემთხვა ეს მათი მონაყური და ამ კაცმა თქვა რომ ეს ადამიანია არისო პათოლოგიური მატყუარი აუნტოფიკაცია ეს და ვალდებული ვარ გითხრათ რომ რას კი გითხრათ და დაგპირდათ არაფერს არ გააკეთებს ეხლა ორიდან ერთმა თქვა რომ ამ კაცმა თქვა რომ მე მამა ვარ მისი ფრედ ტრამპი ვარ და ამიტომ ვარ ვალდებული ეხლა მე ჩემით ვერ შევამოწმე ჩამოსული იყო თუ არა მამა მაშინ არც დაინტერესდა და ბოლო დროს რომ დაგუგლე ვერ შევამოწმე მამა გარდაიცვალა 97-ში მე ასე რომ შეეძლო ჩამოსულიყო და ამ ადამიანმა თქვა რომ მე ვალდებული ვარ რომ გაგაფრთხილათო ეს რომ ეს ასე იქნება ამ კაცის გაფრთხილება გამართდა არაფერი არ გააკეთა
საერთოდ და ერთადერთი ითხოვდა false ამ თავის ბრენდში. ამას კი ითხოვდა. მერე მოგეხსენებათ, სხვაშორის ფუკუიამას წიგნში ფიგურირებს ტრამპი. აი ისტორიის ბოლო და ადამიანი და საინტერესო კონტექსტია, რომ დაუოკებელი ამბიციის ადამიანი არის ტრამპის დეველოპერი, ანუ მშენებელი. მაგრამ შეერთებული შტატების სისტემა ისეთია, რომ ადამიანს შეუძლია თავისი ამბიციის დაკმაყოფილება ბევრ სფეროში, მაინც და მაინც პოლიტიკაში კი არა. და შეუძლია თქვა მიყვეს ამ დეველოპერს დაშენება. მოგეხსენებათ, რომ 5-ჯერ თუ 6-ჯერ გამოცხადებული აქვს ბანკროტობა ოფიციალურად. 5-ჯერ თუ 6-ჯერ, იმიტომ ზოგან წერია 5, ზოგან წერია 6. შესაბამისად, მამამისის მთელი ქონება დაახლოებით 400 მილიონი დოლარი უკასრებად, ეს ასეთ დაიკარგა პრაქტიკულად. მაშინ სამაგიეროდ, როგორც შოუმენი, ტელევიზიის წამყვანი, 2-ჯერ იყო ემის ფინალში. და ძალიან დიდი წარმატებაა შეერთებულ შტატებში, სადაც შოუმენობის კულტურა მოგეხსენებათ, როგორია და ტრადიციები და შესაბამისად კონკურსი. ფინალში გავიდა 2-ჯერ. პირველი ადგილი არა უღია, მაგრამ ფინალში გავიდა 2-ჯერ. და შემდეგ რამაც ჩემს რა თქმა უნდა იმოქმედა და მინდა თქვა, რომ მე მოკლებული ვარ, როგორც ანალიტიკოსი, რაღაც ემოციურ მიდგომას, რომ ვიღაცა მომწონს, ვიღაცა არ მომწონს, საქართველოში ძალიან ხშირად მოწონთ როგორც ტიპი, აი მომწონს ეს ტიპი. სიმპათიას არ მაქვს საქართველოშია, მაგრამ აი ფაქტები, ხო? და ფაქტი არის ის, რომ 2016 წელს ზაფხულში, მე მგონი აგვისტო იყო, როცა უკვე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია, გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული 50-ის წერილი. თუმცა, გაცილებით მეტი შეუერთდა ამ წერილს და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ასე მე მგონი 200-ზე მეტიც არის. მე მაშინ ეს წერილი წავიკითხე. ესენი იყვნენ რესპუბლიკელები, ცნობილი ადამიანები შეერთებულ შტატებში, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და სახელმწიფო გაძლიერებაში. რომ ნახოთ ის გვარები, ბობ ბლეკბილი დაწყებული და სხვები, ესე და როგორც დიპლომატები, ისე უსაფრთხოებაში მომუშავე და ყველა რესპუბლიკელი. ეს იყო მნიშვნელოვანი. ისინი წერდნენ, რომ არ მისცემენ ხმას ტრამპს და ასაბუთებდნენ რატომ, იმიტომ რომ შესწავლილი ჰქონდათ მისი პიროვნება. და წერდნენ იმას, რომ იმის გამო, რომ ეს არის იმპულსური ადამიანი, არ შეუძლია თანამიმდევრული პოლიტიკის გატარება, არ შეუძლია მოსმენა, ვერ ეყოლება მას კარგი მრჩევლები და ასე შემდეგ და თავისი მოქმედებით უდავოდ უსათუოდ ძალიან დიდ ზარალს და ზიანს მიაყენებს შეერთებული შტატების უსაფრთხოებას. ეხლა მე ნამდვილად ვერ შევიჯიბრებოდი იმ ადამიანებს, ზოგიერთი საერთაშორისო დონის ასე ვთქვათ, ცნობადობის მოღვაწე, რომელსაც წლების განმავლობაში იღვაწეს და მე შენახვედრი ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი ბიოგრაფიის გამო, ორგზის პარლამენტის წევრი, შევარდნაძის აპარატის უფროსი ამდენი წელი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, როცა მოვიდა სააკაშვილის მთავრობა, კიდე 5 წელიწადი გახდით ამის შემდეგ. ხო და მე შენახვედრი ვარ და მე მინდა გითხრათ, რომ საოცრად მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან, იყვნენ როგორც მრჩეველთა შორის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. არ არის გასაოცარი, ეს არის უძლიერესი ქვეყანა, მოგეხსენებათ თავისი თუ ეკონომიკით, თუ ჩემო ბატონო სამხედრო სიძლიერით, რომელიც სამხედრო სიძლიერით აღემატებოდა ბოლო დრომდე მთელ დანარჩენ მსოფლიოს ერთად აღებულს. ადამიანები აი ვორკაჰოლიკს რა ეძახიან, დღე-დაღამრა შეუძლიათ მუშაობა და ამით ცხოვრობენ. ეს ადამიანები წერდნენ ამას და წერდნენ ხელს. მერე მოგეხსენებათ დაიწყო ეს პირველი ვადა. იცით, ისე ფაქტები, რომელი ერთი მოვიყვანო. ჰელსინკიში ჩატარდა ეუთოს სამიტი, რომელსაც დაესწრო რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და იყო ჩასული პრეზიდენტი ტრამპი. როგორც მაგალითი მომყავს, თორე ძალიან ბევრის გახსენება შეიძლება და მრავალი საათის განმავლობაში შეიძლება საუბარი. დაესწრო პრეზიდენტი ტრამპი
მერე საინტერესო არის ის, რომ პუტინმა სთხოვა ფინეთის ხელმძღვანელობას და ტრამპთან შესაძლებლად დაუთმეს, როგორც მახსოვს, რომანოვების სასახლე, რომელიც თქო მუზეუმით არის და თავისი ქანდაკებები, ფერწერები, რომანოვების დინასტია ყველაფერი იქ არის და იქ მიიღო პუტინმა ტრამპი. საუბრის შემდეგ ჩანდა ახლა ხან ჩამოკიდა სურათი პუტინთან ერთად. იქაც ჩანდა განსაკუთრებით ასე ვთქვათ, თბილი დამოკიდებულება და შემდეგ ამერიკაში ჩასულმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა. შემდეგ თუ მაშინათვე, მე მგონი მაშინათვე 2018 წელს არის ეს ყველაფერი. განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ აი ამ ადამიანს პუტინს უფრო ვენდობი, ვიდრე შეერთებული შტატების დაზვერვის 17-ვე სტრუქტურას ერთად აღებულს. ეს მაშინ გააკეთა ეს განცხადება? კი, მაშინ პირველი ვადის დროს ну თქვა რომ ეს ამის შემდეგ ჩასულმა თქვა რომ ახლა რუსეთში ვიყავი. რუსეთში. იქ ესე იგი პუტინს შევხვდი რუსეთში. და აი მანამდე კი ეს განაცხადა. ეხლა ნახეთ პირველი და ძალიან საინტერესო რომ როგორ შეიძლება პრეზიდენტმა არ ქონდა სრული ინფორმაცია ვინ არის პუტინი, ხო? დაწყებული იმით რომ დაასრულა თავისი კარიერა როგორც მაიორმა, კგბ-ს მაიორმა. დამთავრებული იმით რომ არ შეიძლება დოსიეში არ იყოს რომ სახლების აფეთქება როგორ მოხდა მოსკოვში. როგორ მოხდა მისი რეიტინგის საწევა. მერე თქვა ჩეჩნეთში ომი, რომელიც გენოციდის სტოლფასი იყო და ასე შემდეგ და აი პირველი შეხვედრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს ამ ადამიანს უფრო ვენდობი, ვიდრე შეერთებული შტატების დაზვერვის 17-ვე სტრუქტურას. შეერთებულ შტატებს აქვს სოფლიოში უძლიერესი ელექტრონული დაზვერვა, აგენტურული დაზვერვა ჩამორჩება მათივე შეფასებით, მაგრამ ბოლო დრომდე იყო ეს ასოციაცია სხვა ქვეყნებთან, ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და ასე შემდეგ და ეს იფსებოდა და ჩვენ გვახსოვს, როცა პრეზიდენტი ბაიდენი აფრთხილებდა მსოფლიოს და ზელენსკის ბოლოს და ბოლოს უკვე საჯაროდ, რომ პუტინი დაიწყებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ხოლო იმ ღამით, როცა ღამე იყო რუსეთში, მაშინ საბჭომ დივანმა ეს პირდაპირ განაცხადა ტელევიზიით, რომ აი რამდენიმე საათში პუტინი დაიწყებს ამ აგრესიას, რაც განხორციელდა კიდევაც. ყველაზე საინტერესო ჩემთვის როგორც ანალიტიკოსისათვის და მეტნაკლებად დავეუფლე მაკროსოციოლოგიის, ასე ვთქვათ, ანალიტიკურ მეთოდებს, რაც შევძელი და მეხმარებოდა რომ მქონდა ურთიერთობა ახლა ამ დარგის ცნობილ სპეციალისტებთან, პოლიტოლოგებთან, ეს მეხმარებოდა ძალიან და რა თქმა უნდა შევარდნაძესთან გატარებული წლები. საინტერესო იყო ის, რომ იმ ამერიკაში, რომელიც იყო ჯერ კიდევ 90 წლების დასაწყისში, ვარაფერი თქვათ რეიგანის ამერიკა, ჩვენ ბატონო მანამდე თქვათ, ეხლა მე ჩემი ასაკით მახსოვს კარგად ჯონ კენედის ასე ვთქვათ მოღვაწეობა და მე გარდაცვალება მისი სიკვდილი და ასე შემდეგ და ასე. ამერიკის პრეზიდენტს შეერთი თავში არ მოუვიდო და კოშმარულ სიზმარშიას კი ეთქვა მსგავსი ფრაზა რუსეთის პირველ პირზე და აი ესე ლაპარაკა შეერთებული შტატების მოგეხსენებათ დაზვერვის სტრუქტურებს. ამას უფრო ვენდობი ვიდრე ამათ. მაგრამ მეორეა საინტერესო. ეს რომ თქვა რაღაცა მოუვიდა ადამიანს გაგიჟდა და თქვა, ხო? შეერთებულ შტატებში რა მოხდებოდა ხო გესმით? ხალხი ხულებდა ქუჩაში. კონგრესში ორპარტიული იქნებოდა მაშინათვე შეკრული პროტესტი, რომ ეს აღარ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი. მაშინ არაფერი. ანუ ნიშანი რომ ეს ის ამერიკა აღარ არის. იყო ძალიან მკვეთრი. არაფერი არ ყოფილა. იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ეს თქვა. ნუ მანამდე ჩვენ გვახსოვსებით თქვა. დღეს გემახსოვრებათ თუნდაც თქვენი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. გახსოვთ რომ დააბრალა ტედ კრუზის მამას, რომ მაგან მოაწყო კენედის ყელობა. ხო, იყო ესეთი რამე და ცოტა არ იყო გაკვირვებული დავრჩი ახლა და კი, ან და გახსოვთ რომ ობამას არ ქონდა უფლებაო საერთოდ რომ კენჭი ეყარა პრეზიდენტობაზე, იმიტომ რომ დაბადებულია ამერიკაზე.
დადეს საბუთები, ხსნადური იყო ყველაფერი და იცით სას დაიბადა რომ ობამა ჰავაიზე და მერე დაიწერა პრესაში დაიწერა რომ უბრალოდ ტრამპმა არ იცოდა რომ ჰავაი არის ამერიკის ნაწილი. თორემ ასე მაგათ არ იყოდა ხო? მე მახსოვს როცა თქვა რომ ესე იგი ესო ამერიკის ვეტერანებიო ვიეტნამის ომის და სხვა ესენი არიან ყველანი ლუზერებიო. ლუზერები წავიდნენ იქ ომობდნენ მე ამ დროს ჩემი ომი მქონდა ქალებთანაო. ეს მისი ანუ მე მახსოვს ბევრი მისი საჯარო განცხადება რომელიც თითქოს და არ უნდა იყოს თავსებადი არათუ პრეზიდენტის თანამდებობასთან. არამედ უბრალოდ ნებისმიერ საჯარო სამსახურის ნებისმიერი დონის თანამდებობასთან. მაგრამ ეს იყო უკაცრავად რომ ვიტყვი რომ მაშინ იყო რომ ესე იგი თავისი სასქესო ორგანოსი იამაყა საჯაროდ ეთერში თავისი დიდი ზომებითა და ასე შემდეგ და აი ესე მოვდივართ. ეხლა ნახეთ რა კი უკვე მაგალითები მომყავს ხო? მეორე ვადაა საინტერესო ძალიან. პირველი ვადის დროს მოგეხსენებათ რომ იყო პრობლემები, იმიტომ რომ პროფესიონალები იყვნენ თანამდებობებზე. თავისი გუნდი სულ არ ყავდა და არ შეგონა რომ გაიმარჯვებდა, ეს ბევრჯერ დაიწერა. ხო და როცა იყო შტორმი კაპიტოლიუმზე მიტანილი და მისი განცხადებები გვახსოვს მაშინ ხო? ბობ ვუდროფმა, ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, ვოტერგეიტი რო წამოიწყო ხო? მან სულ მალე დაწერა ამის შემდეგ წიგნი თავის თან ავტორთან ერთად Peril, the Peril. დაწერა წიგნი და იქ მოყვანილია ტრანსკრიპტი ნენსი პელოსის, რომელიც იყო სპიკერი, საუბრისა გენერალ მილეისთან, რომელიც იყო მაშინ გაერთიანებული შტაბების მეთაური. ანუ პირველი უმაღლესი რანგის გენერალი კი. ანუ როგორც იტყვიან პირველი სამხედრო. აი როგორც ჩვენი შალიკაშვილი ჯან მალხაზევა იყო თავის დროზე იმ თანამდებობაზე იყო. საინტერესო საუბარია. პელოსი ელაპარაკება სპიკერი კონგრესის ელაპარაკება პირველ სამხედროს მან ჩართო ჩაწერაზე იმიტომ ჩვეულებრივი ტელეფონი დაურეკა. პელოსიმ ჩაწერაზე და გვერდში ყავდა ვინც აგრეთვე ისმედნენ და ჩანაწერიც არის და ვუდროფმა ეს გამოაქვეყნა. პელოსი მიმართავს გენერალს. გენერალო, თქვენ აცნობიერებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის შეშლილი. მეტ. დიახ, ქალბატონო სპიკერო, ჩვენ მე მას აცნობიერებთ, ამბობს ეს. ახლა ნიუანსი. ტრამპს უკვე წაგებული აქვს არჩევნები, მაგრამ 6 იანვარია. და შესაბამისად ჯერ პრეზიდენტია, ვიდრე ინოგურაცია მოხდება ბაიდენის. 5 იანვრამდე დიახ. ასე რომ ჯერ არის პრეზიდენტი. ხო და გენერალო ეუბნება პელოსი. კი, მაგრამ თქვენი კოლეგები აცნობიერებთ, დიახ, აცნობიერებთ. ამ ადამიანმა შეიძლება დარჩენის დროში ნებისმიერი კატასტროფა გამოიწვიოს, თუნდაც რაღაც ომი დაიწყოს. დიახ, აცნობიერებთ. რამე ზომას ღებულობთ? დიახ, ღებულობთ. რას? მილეუბნება, ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, შევკრიბე ყველა და არაფორმალურად ფიცი დაუდეთ ერთმანეთს. რომ ამ ადამიანმა რამე რო გასცეს ძანება, ვისაც დაელაპარაკება, იმან უნდა გითხრას მაშინათვე, შევიკრიბებით და ერთად, ასე ვთქვათ, გადაწყვეტ. მოგეხსენებათ შეერთებული შტატების კანონმდებლობაში ნებისმიერი დონის სამხედროს აქვს უფლება არ შეასრულოს ზერდგომი მეთაურის ბრძანება, პირდაპირ ბრძანება, თუ მიიჩნევს, რომ ეს არის დანაშაულებრივი ბრძანება. არ უწოდი. ანტიკონსტიტუცია ეს ვიეტნამის ომის შემდეგ შემოღებულია და ვიეტნამის ამას რო გააკეთებს და რო არ შეასრულებს ბრძანებას, მე რა თქმა უნდა სასამართლო დაადგენს. მართალი იყო და ააცილა ქვეყანას უბედურება რომ დანაშაულებრივი სამხედრო ბრძანება არ შეასრულა ამით, თუ არ იყო მართალი და უბრალოდ დაარღვია დისციპლინა. იმ მომენტში შეიძლება არ შეასრულოს. მაგალითად რუსებმა რო ჩამოაგდეს საფრთხის ბოინგი გახსოვთ 80 წლებში და მერე პერესტროიკის დროს რო გვაჩვენებს რომ მიყვება ეს გამანადგურებელი მიგი ამ თვითმფრინავს და
მიწას ატყობინებს, რომ ხედავ ილუმინატორში ქალებს და ბავშვებს. ან დააფიქსირა რომ სამოქალაქო იყო. ეს არის სამოქალაქო. ველოდები ბრძანებას ხედავ და მიმეორებს ამას და მიყვება. თავის, იმიტომ რომ მართლა შემოიჭრა შემთხვევით, რა თქმა უნდა, მართლა რომ მუშაობდა რაღაცა აპარატურა და ვერ პასუხობდა სიგნალებზე და მიფრინავდა. ბოლოს მიწიდან ბრძანება ჩამოაგდე. ესრის და აგდებს და იღუპება მოგეხსენებათ რამდენი ადამიანი. თავისი ქალებიან ბავშვებიან, ხო? რატო? იმიტომ რომ სხვანაირად ღალატი იქნებოდა. საბჭოთა კანონმდებლობით. ხოლო მარშალი, ვისაც შეეძლო თავის თავზე აღება ოლქის მეთაური და ეთქვა, რომ არ ჩამოაგდო რა კი სამოქალაქოა, ის იყო როგორც გადმოსცეს პერესტროიკის დროს, მთრალი გაციშური და ვერაფერ ბედავდა გასხვიცებას. ასეთი რუსული სიუჟეტი, რომლის გამო იყო რაც იყო გახსოვთ, ხო? შეერთებულ შტატებში ეს კანონი არის. ამ საუბრის შემდეგ გენერალმა მილიმ აიღო ყურმირი, დაურეკა ჩინეთში თავის კოლეგას გამოაშკარავდა შემდეგ და სკანდალამდე მივიდა თითქმის. და უთხრა, რომ მე სულ გარანტიას გაძლევ. ამ ჩვენმა პრეზიდენტო რომ გასცემს ბრძანება ჩინეთთან ომის დაწყებისა, პირველი მე შეგატყობინებ ამას. და არაფერი არ მოხდება. ტრამპა მაშინ ილაპარაკა, რომ ეს ღალატია, ეს რო გამოაშკარავდა ყველაფერი, რომ დასჯის და ასე შემდეგ, რომ ჯერჯერობით მე მგონი დასჯილი არ არის. აი ესეთ როგორ არის? შეუთავსებლობა არის. ეხლა ნახეთ თავისიანები რო დანიშნა. აი ტულსი გაბარდი ვინ არის? სწორედ იმ 17 სადაზვერვო სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშნა, სრულად დაზვერვის სტრუქტურების ხელმძღვანელად ქალბატონი ტულსი გაბარდი. მისი ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ არასოდეს შეხება არ ქონია დაზვერვასთან. არანაირი. სამაგიეროდ გამოდიოდა ტელევიზიიდან, მაშინ ხშირი სტუმარი იყო სოლოვიოვის შოუს. სოლოვიოვს, როგორც რუსეთის ინტელიგენცია უწოდებს, ეს არის პუტინის მთავარი პროპაგანდონი. ეგ ტერმინი დამკვიდრდა. და მე მხოლოდ ვიმეორებ ამ ტერმინებს. ტერმინს ამ შემთხვევაში და აი ტულსი გაბარდი გამოდიოდა ხშირად და ყოველთვის კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერად და როგორც გამართლებელი ამის. მახსოვს იყო, ახარ მახსოვს გვარი ცნობილი პოლიტოლოგი, მე მგონი აკადემიკოსიც არის, პატრიოტი კაცი და ზომიერად და კარგად გამოდიოდა ხოლმე და ტულსი გამოდიოდა ძალიან ასე თქვა მხარდამჭერად ყველაფრისა რაც ხდებოდა და ამ კაცს მიყიდა იკითხა ღია ეთერში. ასე კვენი კაცი. ის რა ჩვენია? ეს ქალი რა ჩვენია? ანა что наша? რაზედა ჩამოვარდნილ სიჩუმეში სოლოვიოვი არ დაიბნა და თქვა ჩვენია, ჩვენი გერლფრენდია. გერლფრენდი სოლოვიოვის შოუსი დაინიშნა აი სწორედ იმ 17 სადაზვერვო სტრუქტურის ხელმძღვანელად, რომელსაც ტრამპი უფრო ნაკლებად ენდობა ვიდრე პრეზიდენტ პუტინს. ეს მაშინ ცნობილი იყო, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგ აღიზრდა იქ საქმეები, ბევრმა მოასწრო სადაზვერვო მასალების განადგურება ეს ქალი რომ მოვიდა. და ვთქვათ ასეთი ეპიზოდი, რომ გადაწლა რომ ირანს დაბომბავდნენ მისი ატომური პროგრამის გამო. ალბათ უნდა ტულსი მაშინათვე გამოაქვეყნა დასკვნა სადაზვერვო სტრუქტურების, რომ არანაირი მომზადება და შექმნა ბირთვული იარაღისა ირანში არ წარმოებს. შესაბამისად, არავითარი საჭიროება ჩარევაში არ არის. ხო და მოგახსენებათ მე დაბომბეს ირანი და მე ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა კითხეს ტრამპს. რომ კი მაგრამ აი დაზვერვის ხელმძღვანელმა და სადაზვერვო სტრუქტურის ხელმძღვანელმა ქალბატონმა გაბარდმა თქვა რომ არაფერი იქ არ არის. ტრამპის რეაგირება ამ ქალს რა ესმის დაზვერვისა. მაგას ხო არაფერი არ ესმის. აი ალბათ და გაბარდმაც უკან წაიღო მე თავისი ტყვები. რა თქმა უნდა, მაგრამ ხო საინტერესოა. რა თქმა უნდა. როცა უძლიერესი დაზვერვის მქონე და უძლიერესი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელად ინიშნება ქალბატონი ნულოვანი გამოცდილებით, არამედ სოლოვიოვის girlfriends რო ეძახის, ხო? და ამის შემდეგ აი ესეთ რეაგირება. მე რა, ამას ყველაფერი არ გაიგე, მაგრამ არ მოუხსნია. ხო, დღემდე არ. მიუყვეთ თუ გნებავთ, ჰექსეტი ვინ არის?
ეხლა გადაკეთდა Fox-ზე კარგი წამყვანი ახალგაზრდა კაცი. კი, მაგრამ მანამდე ვინ იყო? არმიასთან რა კავშირი აქვს? ერთხელ რაღაც ოცეულის უფროსი იყო, მე მგონი ის ეროვნული გვარდიის ეროვნული გვარდია, კი. კი, და მერე იყო გუანტანამოში, აი სკანდალი რო იყო. იქ იყო ერთ-ერთი ზედამხედველი. და აი ეს ადამიანი, ხო, იდგა დარბაზში, სადაც შეკრებილი იყო მისი დავალებით 800-ზე მეტი გენერალი, ჩათვალეთ სოფლიოს წამყვანი სამხედრო ელიტა. ამერიკელი გენერლები, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზება და განხორციელება ისეთი უნიკალური ოპერაციის, როგორც იყო მაგალითად ირანის დაბომბვა. სადაც იმ სიმაღლიდან ჩასვეს ერთმანეთში ეს ბომბები. და რაღაც ეს მე ფიზიკოსი ვარ, ძირითადი განათლებით და ეს არის სასწაული იმ სიმაღლიდან, იმ სიჩქარიდან, როცა მართვე ისეთია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს და თან როგორ ისე ფარულად ერთადმა მოსკოველმა ცნობილმა ექსპერტმა თქვა, რომ უნდა ვაღიაროთ. ეს ისეთი თვითმფრინავებია, რომ მოსკოვის თავზე რომ აღმოჩნდეს, ჩვენ ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუ ჩამოვაგდოს ბომბს. მანამდე ჩვენ ვერ გავიგებთ იმას, ამას თვითმფრინავი ჩვენს თავზე დადგა. აი ასეთი. ეს გენერლები ისმენდნენ ამ რუსები როცა ვერტუხაის ციხის ზედამხედველის ნოტაციებს. აი ღიპიანები არ დავინახო აქა. აბა იატაკიდან აწევები ყველას და ასე შემდეგ და ამას ისმენდნენ, ხო? ეს არის წარმოუდგენელი რამ. აი ვინ წარმოიდგინდა თქვათ კოშმარულ სიზმარშიაც კი, რომ ამერიკის პრეზიდენტი აი ესეთ რაღაცებს გამართავდა. ეხლა ციფრები. ჩვენ ვიცით, რომ უკვე მრავალი წელიწადია სამწუხაროდ ამერიკის ვალი ყოველ წელს იზრდება $1 ტრილიონით. და აღწევს უკვე ასტრონომიულ სიდიდეებს. მაგრამ ტრამპის მოსვლის შემდეგ ინოგრაციიდან ვიდრე ოქტომბრის ჩათვლით თუ ნოემბრის 10 თვეში ვალი გაიზარდა $2 ტრილიონით. და რაც თავარია, ვალის ზრდის ტემპი გაიზარდა ისეთი, რომ პროგნოზები ამერიკის წამყვანი ფინანსისტებისა და ეკონომისტებისა არის ძალიან მძიმე, რომ ეს გაზრდას განაგწობს. ჩვენ ვიცით, რომ აი ტრამპის მაგას Make America Great Again, რომ ისევ დიდი დიადი გავხადოთ ამერიკა. და ხარდამჭერები, მაგალითად ფერმერების ნაწილი იყო 100%-ით მისი ხარდამჭერი. მაგრამ მერე, როდესაც ტარიფები შემოიღო ტრამპმა, ყველა და ამერიკაში არიან, ესე იგი ყველა დარგის საუკეთესო სპეციალისტები. იმდენი ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც შეერთებულ შტატებშია, შეიძლება დანარჩენ მსოფლიოში არ არის, ხო, თავმოყრილი. ინსტიტუტები, მეცნიერები უმაღლესი დონისა. და აი წერდნენ იმას, რომ ტარიფები პირიქით ამერიკის ეკონომიკას დაარწმუნებს საბოლოო ჯამში. დღეს ქვეყნდება მათ მიერ, მე ხას ვუსვამ, მე ხომ მხოლოდ ვეცნობი იმ მასალას, რასაც ვენდობი. მე როცა ვხედავ, ვინ არიან ავტორები და ვინ არიან სტრუქტურები, სადაც ესენი მუშაობენ. და ვიცი, რომ წლების განმავლობაში გაოძლეს, ასე თქვათ, გამოცდას, რომ მათი ავტორიტეტი მხოლოდ განმტკიცდა, არასოდეს არ დაუწერია ტყილი, არასოდეს არ დაუშვიათ რაიმე შეცდომა. მხოლოდ ამათ ვენდობით, რომ ესეთი მასალა მოდის, მოგეხსენება დღეს ღია წოდომა შეიძლება ინტერნეტით, რომ მაგრამ აი ესეთები. და წერენ, რომ 95% იმ შემოსავლებისა, რაც ტარიფებით მიიღო ამერიკა, გარკვეული შემოსავალი, ეს წამოვიდა გადასახადის გადავრთელების ჯიბეებიდან. მათ გადაიხადეს და არა ექსპორტერმა, რომლის იმპორტი შევიდა ტარიფების შედეგად. და მერე იყო ისტორიულად მნიშვნელოვანი რამ. როცა ტრამპი შეხვდა სი ჯინპინს. მანამდე მზადდებოდა ეს შეხვედრა. ჩინელები სერიოზულად ემზადებოდნენ ტრამპის მეორე არჩევნებისათვის. ეს კომუნისტური რეჟიმი, რომელიც არანაირად არ არის დემოკრატიული, თუმცა ეკონომიკა მოგეხსენებათ, სახელმწიფო კაპიტალიზმი ყვავის და ეს სფეროში ძალიან დიდი წარმატება მიღწეული. ამ დროისათვის უკვე ჩინელებმა მხოლოდ 1 წელიწადში, რაც ტრამპი
რომ გაიმარჯვა ჯერ ინოგრაციამდე, გაზარდეს 5-ჯერ თუ 10-ჯერ ოქროს მარაგი, მიაღწიეს 40,000 ტონას ოქროს მარაგში, რაც არანახული იყო ჩინეთისთვის. გარდა ამისა, ემზადებოდნენ ტარიფებისათვის, გარდა ამისა, მოამზადეს ის, რომ იშვიათ მიწელი თონები, ასე რომ არის საჭირო. მათ შორის F-35-ში ეს თონები ამის ტონაა ჯამში. ისე ვერ აშენდება ეგეთი თვითნავი, რომელიც არის ამაში ძალიან დიდი კომპიუტერი, ხო? ძირითადი მისი მონაცემები. ეს არის თითქმის მონოპოლია დღეს ჩინეთის ხელში. შეიძლება მასთან კონკურირება წლები იქნება საჭირო. და სი ძინპინთან მომზადა მისი ბრძანებულება, რომ შემძლარი იყო ვეტო დაედოთ ამერიკასთან ვაჭრობისათვის ამ სფეროში, ხოლო იმ ქვეყნებზე, ვისაც მიჰყიდა ჩინეთი ამ იშვიათ მიწელი თონებსა, იმაზე ვეტო, რომ მათ არ ეხნებოდათ უფლება გადაეცათ ეს ამერიკისათვის. აი ესე მოემზადნენ. შედეგმაც არ გააყოვნა. ფერმერებმა დაიწყეს პროტესტები სოიოს ექსპორტიორებმა და ჩინეთმა უკვე ძირითადი თემა იყო დიახ. ერთადი თემა იყო და ასე შემდეგ და მერე სკოტ ბესენტი ვიცით ვინც არის სასწრაფოდ ჩავიდა და შეხვდა იქ ჩინეთის წარმომადგენლებს, როგორც მახსოვს სი ძინპინსაც შეხვდა და საუბარი იყო ასეთი, რომ არ გვინდა ეს არაფერი. ჩვენგან ტარიფები არ იქნება. ითქვა, მაგრამ არ გავაკეთებთ ამას. მაგრამ ძალიან ხო, სკოტ ბესენტმა გააკეთა საჯარო განცხადება, ძალიან საინტერესო. ჩვენო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეს ტარიფებს არ დავუწესებთ. და ჩვენ გვაქვს იმედი, ნახეთ, ამერიკის ფინანსთა მინისტრი რეალურად, treasury secretary, ხო? ამბობს, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩინეთის ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და თავის მხრიდან კეთილი ნებისას, ვთქვათ, კეთილნებას იქნება ადგილი. ანუ შეამზადა. ამის შემდეგ პირველად ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა და ეახლა სი ძინპინს შეხვდნენ ერთმანეთს, ელაპარაკებოდა მას და ჩინეთის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა ამერიკის პრეზიდენტს ძალის პოზიციით. როგორც უფრო ძლიერი, უფრო სუსტ. ტრამპს ყოველთვის სჭირდება პერფორმანსი, არ გამოვიდა პერფორმანსი. გამოვიდა იქედან სულ სხვა ხასიათზე, ვიდრე ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრის შემდეგ. თითქმის არაფერი არ გაუკეთებია კომენტარი. სამაგიეროდ გაირკვა რა? გაირკვა, რომ ტარიფები არ იქნება, გაირკვა, რომ ჩინეთის ამ ეტაპზე შეიკავებს თავს ამ იშვიათ მიწელი თონების ბლოკადისაგან, რაც იქნებოდა უძლიერესი დარტყმა შეთანხმებაზე, ოღონდ ითქვა, რომ ჩვენ არა გვაქვს გარანტია, როგორ მოიქცებით ხვალძეგ. ამიტომ ხშირად იცვლება თქვენი განზრახვები. ამიტომ ეს იდება მაგიდაზე. და თქვენი ქცევის შესაბამისად, თუ საჭიროა, იმ დღესვე ამომუქრებთ. აი ესეთი საუბარი ამერიკის პრეზიდენტი. არაფერს ვამბობ იმას, რომ ბოლო წლებში ჩინეთის გემჩენებლობა სამხედრო ისე გაიზარდა, რომ ამასობაში რაც ამერიკის გემები აშენდა, ჩინეთს 232-ჯერ მეტი აუშენებია, იმიტომ რომ 700 რაღაც აუშენებია და ამათ მხოლოდ რამდენიმე წელი. აი ესეთი ვითარება დადგა. და აი ამ ვითარების დროს ის მოკავშირეები შეგროვებული, რაც აუცილებელი იყო შეერთებული შტატებისთვის, რომ მეტოქეობა გაეწია ჩინეთისათვის, ტრამპმა ძალიან სწრაფად მოგეხსენებათ გრევა გაცილებით ადვილია, ვიდრე შენება დამსხვრია. ინდოჩინეთის ქვეყნებთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეხლა მე მითხრეს და ვერ შევამოწმეთ ჯერ, ვინც მოისმინა, რომ მადუროზეც თქვა 1-5 დღის წინათ. სულ არ მჭირდება ეს მადურო მილიარდს, ვინც გადამიხდის, წაიყვანონ სადაც უნდა. ეგ არც მე არ ვიცოდი. ხო, მაგრამ მე ფიზიკურად ვერ მოვასწარი. ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომელსაც პირდაპირ საკუთრებს, აი, შედი ნახე. მე ამას ისე ვამბობ, მაგრამ დავანებოთ თავი ამას. გრენლანდიის საკითხი. დანია არის ნატოს წევრი. დანიამ
დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს როგორც ნატოს წევრმა ყველამ არა, მეხუთე პუნქტს დაუჭირა ყველამ კი გამოთქვა, მაგრამ დანია გააგზავნა ჯარი ავღანეთში და დანია პირველ ადგილზეა 1000 მოსახლეზე გაღებული მსხვერპლის მიხედვით. ავღანეთში? თუ ერაყ ავღანეთში ჯამოვა? ერაყ ავღანეთში, რა თქმა უნდა, ერაყ ავღანეთში. ხო და ისმის რა, რომ უნდა წავიღო გრენლანდია. შემოიტანეთ გრენლანდია. და ასე შემდეგ. და თუ გახსოვთ, აი კვირადღე იყო 19 თუ 20 იყო იანვრისა, ხო? დავოსის წინ. 19 მე მგონი, ხო? მნიშვნელოვანია, სტივ მილერი გამოდის. სტივ მილერი არის, როგორც მახსოვს, ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და თანაშემწესავეთ არის. მილერმა არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთა ბოლო დროს, მაგრამ აი იმ დღეს გაკეთებული განცხადება იყო მნიშვნელოვანი. მან თქვა, ამიერიდან სოფლიოში არც ერთ ხალხს, არც ერთ ერს არ შეიძლება კონდეს პრეტენზია იმისა, რომ მიწა, რომელზედაც ის ცხოვრობს, შესაბამისად სახელმწიფო მისია. მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლიათ დაიცვან ეს მიწა. მხოლოდ მათ შეიძლება კონდეს ეს პრეტენზია. და სხვებს არა. დაიცვან ვისგან? თქვათ ეს საქართველოსნაირი ქვეყანა, ხო? რუსეთის, თურქეთის მეზობელი უშუალო, აზერბაიჯანის მეზობელი. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა. იქეთ ირანია, ხო? საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მოგეხსენებათ და შესაბამისად არმია და რესურსები, ხო? და ასეთი ქვეყნები არის ძალიან ბევრი. 193 ქვეყანაა გაეროს წევრი ქვეყანა სოფლიოში, კიდე ემატებიან არიან წევრები და 200-მდე 20-ზე ცოტა მეტია სახელმწიფოები და უდიდეს ნაწილს არ შეუძლიათ არის დაცვა. უფრო ძლიერი მეტოქის საქმე. და ეს ამას ამბობს ამერიკის პრეზიდენტის ასეთი დაახლოებული პირი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და თანაშემწე და ასე შემდეგ. ბესენტმაც არ დააყოვნა იმ დღეს. და განაცხადა ბესენტმა, რომ ეს არის აუცილებელი, ეს დღევანდელობით ნაკარნახები არ არის, არც ამ წლისა, არც შემდეგი წლისა, ჩვენ შორს ვიყურებით, პრეზიდენტის შორს იყურება ჩვენი, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტები თავიდან ავირიდოთ მომავალში, ეს საერთოდ გაკეთდება ჩვენ გრენლანდიას წავიღებთ. და კონტექსტში კანადაც მოიხსენია ის ოლქი საგრაფო. კონტექსტში ძალიან კანადაც მოიხსენია, ხო? კანადაც მოიხსენია და აი ეს იყო კვირადღეს. დიახ. შემდეგ მოდის 20 რიცხვი, 21 რიცხვი და ბესენტი უცებ აცხადებს დავოში ჩასული რა, ტარიფი ხო გავს, მაშინ რა თქვა, ახლა ვაწესებთ ტარიფებს ევროკავშირის ქვეყნებისათვის, ვინც ეწინააღმდეგებოდა. ხო, და შევხედავთ როგორ მოიქცევიან თუ არა და ივნისის თვიდან საერთოდ იქნება 100%-იანი თუ რაღაცა ძალიან მაღალი ციფრი. სრული ბლოკადა გრენლანდიის გამო. ანუ თანხმობა გვინდა და გრენლანდია და უკვე კანონპროექტი იქნა შეტანილი თუ გახსოვთ კონგრესში. რესპუბლიკელებმა შეიტანეს დიახ. გრენლანდიის ანექსიისა და მისი შემდგომი შტატად მიღებასთან დაკავშირებით კანონპროექტი. სერიოზული ამბებია, ხო? ჩამოდის ბესენტი და არაო, ტარიფები არ იქნებაო და ძალიან ხო თქვენს ნუ რეაგირებთ ტარიფებით, იმიტომ რომ ევროპაში გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევიკრათ და საფასუხო, ასე თქვათ, დავიცვათ ჩვენი თავი და ტარიფებიც მივიღოთ. მერე გამოვიდა ტრამპი. არავითარი ძალის გამოყენება გრენლანდიაში არ იქნება, თქვა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნატოს გვერდით. თქვა. ხო, ტარიფები თავისთავად. რაშია საქმე? კვირას 100 და სამშაბათს საღამოს 100. ჯერ ერთი ამას ქვია პოლიტიკა? ამას პოლიტიკას არავინ არ ეძახის სოფლიოში, დაუბერდი კაცი, ხო? მაგრამ მეორე რა მოხდა? ირკვევა შემდეგი რამ. რასაც მე ვიცავ, ვიმეორებ პოლიტოლოგების და ექსპერტების შეერამ გრენლანდიის ამ განცხადებებთან შემდეგ და ის რომ ვერავინ ვერ დაიცავს თავის თავს, ვინც არ დაიცავს უკაცრავად პრეტენზია არ უნდა გქონდეს,
მოხდა ვარდნა საფონდო ბირჟაზე 10%, რაც არის კოლოსალური ოდენობა. მათ შორის ტრამპმაც დაკარგა დიდი ფული. რაღაცა ქალების საცვლების დიდ ფირმაში რო ქონდა ჩადებული და ასე შემდეგ აქციები ვარდება, ესაც ვარდება. ეს. მეორე მხრივ იქ ვიუტეს არხებით საუბარი წავიდა რაზე? რომ მტკიცენება დანიას ცოტა თუ ბევრი F-35 აქვს ყავს პილოტები, რომლებიც მზად არიან თავის გაწირონ, დანია გადაკეტავს გრენლანდიისას თუ დაინახავენ რომ ეს ჭირდება. აი მერეა საინტერესო. პენტაგონიც არსებობს, მარტო ის ხო არ არის ექსეთი. რა თქმა უნდა. მაშინ როცა დანია გადაკეტავს 25-ით ნატოს წევრი ქვეყანა თავისი ყველა ამ სიგნალიზაციის სიგნალები რაც არის კოდები და ასე შემდეგ ნატოსია საერთოა. უნდა გაიცეს ბრძანება მათი ჩამოგდებისა, ხო? ისე როგორ უნდა იმოქმედო რომ ჩაიყვანო შენი ძალები და ასე შემდეგ, ხო? აი ვინ გასცემს ამ ბრძანებას და რაც თაბარია, ვინ შეასრულებს? და მაშინათო გამოჩნდა რომ შემსრულებელი არავინ არ არის. ზუსტად აი იმ კანონის შესაბამისად, რაც თქვენ ძაან. კანონის შესაბამისად ეს ხო სიგიჟეა. შენი სრული მოკავშირე მეორეა მთლად სიგიჟე. 1951 წლიდან ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის, რომელი ხელშეკრულებითაც ეს რუტამ შეახსენა ამერიკელებს ეს ყველაფერი ჰქონდათ, რომელი ხელშეკრულებითაც ერთი ბაზა ხო ისედაც არის 51 წლიდან დაახლოებით 1900 შეერთებულ შტატებს აქვს ბაზა გრენლანდიაში, რომელიც ბოლო წლებში მუშაობს მხოლოდ როგორც კოსმოსური ბაზა. ანუ უძლიერესი რადარები დგას და არა მარტო კოსმოსში ცხადია ზღვაშიც თუ რამე გაჩნდა, ხო? დიახ. დასაბუთდა რომ არავითარი ჩინური ხომალდები და რუსული ხომალდები არ დაძრწოდნენ ტრამპის სიტყვებით რო თქვა გრენლანდიის გარშემო. ან და რა აზრი ექნებოდა ამას? არც ერთი, არ გამოჩენილა. წელიწადში ერთხელ ერთი გემი მოდიოდა გრენლანდიასთან შეთანხმებით და რუსი ტურისტები გადმოდიოდნენ და თხილამურებით რაღაცა ადგილას და მეტი არაფერი. ანუ სულ ტყილზე იყო აგებული. გახსოვთ მისი განცხადებები? რომ ესე იგი და ახლა ჩინელები რუსეთი წაგვართმევს თუ ჩვენ არ წავართმევთ. არა მარტო წაგვართმევს, რომ უკვე გარშემო სავსეა დაწიან. ანუ ეს როგორც შპროტები ისე არიან კონსერვის კოლებში, ისე არიან რუსი და ჩინური ხომალდები და ასე შემდეგ, ხო? ეს არაფერი არ არის. ხოლო 51 წელს რო ხელშეკრულება დაედო, იქ წერია პირდაპირ რომ შეერთებულ შტატებს დანია, გრენლანდია აძლევს უფლებას გააფართოოს ეს ბაზები სადაც უნდა როგორც უნდა. 2 მილიონი კვადრატული კილომეტრი გრენლანდია. უდიდესი კუნძული მსოფლიოში. სხვა საქმეა რომ დაფარულია ძირითადად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეთი ყინულით. უნდა წიაღისულის მოპოვება, აიღე ლიცენზია, ვინ არ მოგცემს საუკეთესო პირობებით ყველაფერი და რამდენიც გინდა მოიპოვე, თუმცა მოპოვება იმდენად ძვირია, რომ ჯერჯერობით ეს არ წარმოებს, ხო? რა უნდა მოიპოვო იმ ფასად, რომ ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო იაფად შეიძლება მოიპოვო იგივე ამერიკაში ძალიან დიდი საბადოებია აღმოჩენილი და სხვაგანაც, ხო? ეს. ეხლა ცხადდება, რომ აი ეს უფლება გვაქვსო. გქონდათ ეს უფლება. ეხლა ისედაც გქონდათ ესე იგი. როგორ ისედაც გქონდათ. ისედაც გქონდათ ეს უფლება ხელშეკრულებას ყველა შეიძლება გაეცნოს. რომ უბრალოდ დაადასტურეს კიდე ერთხელ, რომ აი ვადასტურებთ, რომ ეს ასეა. კი ბატონო. აი ასეთი რაღაცები მოგეხსენებათ, რომ როგორც ამერიკელი გამოჩენილი პოლიტოლოგები და უძლიერესი სკოლა, უძლიერესი წერენ უშიშრად, სიტყვის თავისუფლება ნამდვილად არის დღესაც, ხო? ამას წერენ, ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ამერიკას. მე მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხებოდა წინა ადმინისტრაციების მოქმედებას, მათ დააგროვეს ეს პრობლემები, რომელი პრობლემების
აი წინვალედ გამოიყენა ტრამპმა, იმიტომ რომ ჯონ გრეი და სხვები ამბობენ, რომ ეს არის გროსმაისტერი, რომელსაც როგორც არავის სხვას ესმის საშუალო ამერიკელთა ქვეცნობიერება. და პირდაპირ შეუძლია თქვას ყველაფერი ის, რის შემდეგაც ხალხის ნაწილი, რა თქმა უნდა, ის მასა, რომელსაც ეს უმიზნებს, დაუჭერს ხარს. გასული იყო ვიდეო რგოლი შეერთებულ შტატებში ჯონ გრეი, ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი დღეს სოფლიოში, პოლიტიკურ ფილოსოფიაში წერს. იქ კარგად ჩანს, სრულიად შვიდი ტრამპი, ისეთი კი არა, როგორც მიკროფონებთან არის. არამედ სრულიად შვიდი, swamps რა თავის კოკა-კოლას და პოპკორნსაც ჭამს, ამასაკის ადამიანი, რომელიც მშვენივრად გზნობს თავს, ხო? ესე შვიდად კარნახობს თავის გუნდს, რომელიც გარშემო ზის. რომ ესე იგი, ჩვენი მიმართულებებია ემიგრანტებთან დაკავშირებით და ლოზუნგები უნდა იყოს ეს და ეს და საზღვრებთან დაკავშირებით. ნუ ჩვენი, ასე თქვათ, მიმართულება ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. და შესაბამისად, როცა ეს კაცი გამოდიოდა და ყვიროდა Make America Great Again, ჩვენ ვიცით, რომ გაიმარჯვა ძალიან მცირე სხვაობით, სულ 1.5%, მაგრამ ხო გაიმარჯვა და თან გამარჯვებას მოხდა რესპუბლიკელთა არანახული გამარჯვება მრავალი წლის შემდეგ პირველად. ორივე პალატაში. მე ჩემი მწავსით მე ვარ რესპუბლიკელი. პირდაპირ გეუბნებით. და მე მესმის იმ რესპუბლიკელებისა, რომელმაც ხელი მოაწერეს, ყველა რესპუბლიკელი იყო, რო გითხარით, 50-ის წერილი. გამოჩენილი რესპუბლიკელები და ესე. აი ეს ვითარება, ანუ ესმის ადამიანს, ეს ნაწილი ძალიან კარგად ესმის. მე მახსოვს, რაცა წერდა ცნობილი მეცნიერი, წერდა შემდეგ ფრაზას, რომ მაშინ ჯერ ტრამპამდე წერდა, რომ ეს შეეხება მექსიკის საზღვარს და არალეგალური მიგრაციის კონტროლს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ან ეს ხელისუფლება დემოკრატები მობილიზდებიან და ამ კედელს ააშენებენ, ან და მოვლენ ფაშისტები, ნაცისტები და ისინი ააშენებენ ამ კედელს. იმიტომ კედელი მაინც გაკეთდება და ეს პოლიტიკა მაინც შეიცვლება. ესე და ნუ ჩვენ ვიცით რა ხდება სხვაგან. და აი ეს აი მე უკვე საათსაც ვუყურებ და აი ეს მე მხოლოდ მცირე ნაწილი გითხარით იმისა, რის გამოც მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე მხოლოდ აი როგორც ობიექტური ადამიანი, ვინც გაეცნო, რასაც გაეცნო. თუ რამე კონტრარგუმენტი არის, მხოლოდ გამიხარდება. ბატონო პეტრე, მართლაც განსხვავებული ისედაც როცა ინაუგურაციის მერე მეც გარკვეული შეხედულებები რაც ჩამოყალიბებული მქონდა არ დაგიმალავთ და მეც შემეცვალა, მაგრამ მე რაც მახსოვს ბაიდენის მმართველობა იმის ფონზე ვფიქრობდი, რომ მაგას პრინციპები ამერიკის როგორც შიდა საკითხებისთვის აუცილებელი იყო, თუმცა მე ბევრი რამეზე პასუხი არ მაქვს და აი იქნებ თქვენ გამცეთ. აი ეს რყევები მაშინ რატოა? რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? მართლა მის ფსიქიურ აშლილობას, ბიპოლარულ აშლილობას დავაბრალოთ, რომ შევიდა, გამოვიდა, იქ დააწესა, გაანულა და მოკლედ აი ქვეყანას აკროს. ეხლა თქვენ ძალიან კარგად იცით რა ხდება მინესოტაში, ხო? და ეს მინესოტის სინდრომი უკვე თითქოს ლოკალიზებული იყო. ეხლა გადაედო უკვე ეს ქვემოთ მოდის. ხვდებით ხო პრობლემა? ეხლა ამას შეუერთდება ადრე თუ გვიან ნიუ-იორკის შტატი, ლოს-ანჯელესში იცით უკვე რომ ავანგარდი ჩირაღდანი აიღო უკვე გევინ ნიუსემმა და რა არის ეს? მართლა ცხადი კაცია ამერიკის პრეზიდენტად ხა და სად არის მაშინ ის deep state-ი? თქვენ ახსენეთ ბიპოლარული აშლილობა. ანუ ეს ახალი ტერმინია ნაკლებად პოლიტიკურად კორექტული, ადრე ამას ერქვა მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი. მაგრამ მე რაც წამიკითხავს ამერიკის წამყვან ნეიროფიზიოლოგთა სტატიები ტრამპზე, შორის ყველა თანხდება, რომ მაშინ ჯერ კიდევ პირველ ვადამდე და პირველი ვადის დროს, რომ სახეზეა
კლასიკური შემთხვევა ფსიქოპათიისა, ეს არ არის არ შიზოფრენია, ეს არ არის არც ბიპოლარული აშლილობა, ეს ცალკე რამ არის ფსიქოპათიისა, რომელიც და ეს ძალიან ხშირად არის ფსიქოპათიის შემთხვევაში დამძიმებულია ნარცისიზმის, ესე საუნტყოფობაა, ანუ საკუთარი თავის ტკბობით უწყვეტ რეჟიმში. და შესაბამისად ნებისმიერი ბლიქნელობა და ქება დიდება, ეს არის აი როგორც აი ყვავილი რო ხმებოდეს და უცებ წყალი რო შეასხა და გადაარჩინო, ხო? და განდიდების მანიით. ეხლა ფსიქოპათიის ნიშნები. მე ახლა ციტირებ ტრამპთან დაკავშირებით რობერტ საპოლსკის, სტენფორდის წამყვან მეცნიერს, მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერს, ჯეიმს ფელონს და სხვები. ფსიქოპათიის მთავარი ნიშანი არის, რომ აი ცენტრალურ არეში, ტვინში, რო ადგილია, სადაც არის ემპათიას ცენტრი, ანუ ის თუ არ რეაგირებს გაღიზიანებაზე, ესე იგი ემპათია, ანუ თანაგზნობა ადამიანს უბრალოდ ნეიროფიზიოლოგიურად არ აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით რა არის დალტონიზმი, ხო? იბადება ადამიანი, შეიძლება იყოს ბრწყინვალე პიროვნება, შეიძლება იყოს ბრწყინვალე მეცნიერი, როგორც დალტონი იყო თვითონ, მაგრამ ფერებს ვერ არჩევს. სხვა შორის მამაკაცების შეიძლება უფრო ხშირია და 14%-მდე მამაკაცები 10%-ზე მეტი, რომ თლად კარგად ფერებს ვერ არჩევენ ყველას. და მათ შორის არიან სრული დალტონიკები. შავ-თეთრი სურათი. შეიძლება ასეთ ადამიანს პრეტენზია წარუყენო? შეკაი კაცო, გვაქვს თუ თვალავი ფერითა, ფიზიკური ფერებით ეს გარშემო რა სილამაზეა და რაღაცა და შენ კიდე ვერ ხედავ, რატო ვერ ხედავ? აი ზუსტად ასეა, აჩვენებს, ახლა ბოლო წლების კვლევებია, აჩვენებს ტომოგრაფია ტვინისა, აი იმ თეთრ ლაქას. მაშინ როცა დანარჩენი კარგად მუშაობს და ის. როცა ადამიანს არ აქვს ემპათია და ვერ აგზნობს თანაგზნობა შეუძლია, სამაგიეროდ ეს კომპენსირდება ადამიანში ბავშვობიდან იმით, რომ ამოიცნობს აი სხვები როგორ რეაგირებენ და მათ შორის ფსიქოპათებს შორის არიან დიდი манипуляტორები. ადოლფ ჰიტლერი მაგალითად. სხვები. და თუ ნიჭიერია, ის აღწევს უმაღლეს დონეს და ხდება თუ ქვეყანაში სათანადო ვითარებაა და ახლა თუნდაც ჯეკ გოლდსტოუნი გავიხსენოთ, წამყვანი მეცნიერი მსოფლიოში ერთ-ერთი. ტრამპიო არ არის პრობლემა იმ მხრივ, რომ ეს არის სინდრომი ჩვენი საზოგადოების საავადმყოფობის. ის მხოლოდ სინდრომია. და მე აღწერს რა ცვლილებები მოხდა შეერთებულ შტატებში ბოლო წლების განმავლობაში გოლდსტოუნი, ხო? ეს როცა ემპათია არ არის, სინდისის ქეჯნა არ არსებობს. ადამიანმა შეიძლება თავისის მე შემეშალა და იმიტომ რომ ჩემთვის სუდი გავაკეთე. თორემ არავით არის სხვა. აი მე არა თქვი, ეხლა ვიტყვი. გახსოვთ პიკს რო აღწევდა ირანში პროტესტები. და საშნელი კადრები სანამ გამორთავდნენ ინტერნეტს. და ახალგაზრდობა გამოსული და არანახული პროტესტი იყო და ამ დროს ტრამპი ამბობს: მოგიწოდებთ, გააძლიერეთ პროტესტები. ნუ დაბრუნდებით სახლებში, ნუ ჩაიკეტებით. ქუჩაში იბრძოლეთ. დაიკავეთ სამთავრობო შენობები, ციტირებ. დაიკავეთ. ესე იყო მახსოვს კი. იცოდეთ, რომ დახმარება მოდის, დახმარება უკვე გზაშია. და იხულა ახალგაზრდობამ ქუჩაში. დიახ, გამოვარდა. ზოგიერთი მონაცემებით, იმოგზეში აიათოლას ბრძანების შემდეგ, ქსირი რომ არის ეს გუშაგები რევოლუციისა, ავტომატებით ჩაცხრილეს 30,000-მდე ადამიანი. მაგას ამბობენ, რომ მაგ მოწოდების მერე მოხდა ყველაზე დიდი მსხვერპლება ზუსტად. ეხლა ტრამპს გამორიცხულია ამ ავადმყოფობით შეპყრობილ ადამიანს. ნუ არის ასეთი, ხო? ვიღაცაც აცია, ეს არ არის ავადმყოფობა, მაგრამ მაინც განსხვავებული. ვიღაცა თქვა დალტონიკია, ხო? ეს არის ფსიქოპატი. ხო? მას საერთოდ აი ვერც კი გაიგებს, რომ სინდისის ქეჯნა, რო უთხრენ, რომ ესე იგი აი შენს გამო შენ წაქეზებით გაცდებით მეტი დაიღუპა, ვიდრე დაიღუპებოდა. ეს გამორიცხულია. აქედან გამდინარეობს ყველაფერი. სინდისის ქეჯნა არ არის საერთოდ სამაგიეროდ ფსიქოპათს ახასიათებს პათოლოგიური სიცრუე. ანუ ტყილების თქმა და რა სათავარია, მაშინაც კი როცა არაფერი არ უბიძგებს, როცა არანაირი საჭიროება არ აჩანს ამ სიცრუესა, მაინც ლაპარაკობს სიცრუეს. მე საქართველოში ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, აი ასეც. სააკაშვილის გარდა. რომელსაც ახლოს ვიცნობ. მაგრამ ეს არის კლასიკური შემთხვევა
აი ესეთი ფსიქოპატიისა მიშა 24 წლის ბიჭი იყო როცა გავიცანი 92 წელს და კავსაძესთან გავწი რეკომენდაცია დავნიშნეთ მაშინ მე ვიყავი კავსაძის თანაშემწე ვიცე-პრემიერის თანაშემწე იმის შემდეგ და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის მიშასთან ბატონო ზანეთ თქვენ ზანეთ ბატონო პეტრე იცით როგორი მომენტია მართლა ამას წინათ ისე ვიხუმრე და რაც უფრო დრო გადის ვატყობ რომ არ არის სახუმარო საქმე მაგალითად ესეთი რამ თქვი რომ მეგობრებს და ახლობლებს ვეტყოდი რომ მოიმარაგეთ პოპკორნი და კოკა-კოლა დაჯექით ღრმად სავარძელში და იხალისეთ მეთქი და ცოტა არ იყოს ამ ბოლო დროს უკვე აღარ მეხალისება იმიტომ რომ ერთია რომ ქვეყანაში ესეთი არასტაბილური სიტუაცია და მეორეა რომ ზუსტად ამ ქვეყნის ბედიღვალზე არის დამოკიდებული მთელი მსოფლიოს ბედიღვალი და ასევე ჩვენი ქვეყნის საქართველოს გულისხმობდა. აი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რო გადავინაცვლოთ უკვე ჩვენ რეგიონთან დაახლოებით. რას ფიქრობთ? ამერიკაში ხე შატდაუნია. და ნაწილობრივი შატდაუნი. ნაწილობრივი, ხო, არავინ არ ელოდა, მაგრამ ზუსტად აი ის სასაზღვრო სპეციალური სამსახურების დაფინანსების გამო დემოკრატებმა თანხმობა არ მიცეს ამ ბიუჯეტს. ეს ის შატდაუნი არ იქნება, რაც წინა წელს იყო, ეს ალბათ მალე გადაილახება, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ირანის კონფლიქტი ისევ. დღეს ნიუსებს ვუყურებდი და ჯერჯერობით დარტყმა არ განხორციელებდა. არა და იმხელა არმადაა შესული. იქიდან იემენელი ხუსიტები ამბობენ რომ გადავკეტავთ ყურეს, ირანია თავად რომ გადაკეტავს ყურეს, გამოაცხადეს უკვე. და მოკლედ ყველა რეგიონალური აქტორი ჩართულია ისე რომ აი არიან ეხლა მართლა ვამბობ სერიოზულად რომ ერთი კაცის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ელოდებიან. ან დაარტყავს, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზების გამო, ან არ დაარტყავს და ნუ აუწდებით ამ ყველაფერს. თქვენ როგორ ფიქრობთ? აქაც გრენლანდია განხორციელდება თუ აქ უკვე უფრო სერიოზულად არის საქმე და შეიძლება სპეციალისტების აზრით, ამერიკელების აზრით მათ შორის და ისრაელში ყოფი ძალიან ძლიერი მეცნიერთა აზრით. ზოგიერთ ისრაელ კოლეგასთან მაქვს კონტაქტი. დაარტყამენ. ირანს დაარტყავენ. ეს მათი აზრით არის რომ ალბათობა სულ სხვა არის, ძალიან დიდი ალბათობაა რომ ეხლა ირანს მაინც დაარტყამენ. აი როგორი ფორმით დაარტყამენ, რა მასშტაბით. ამასეა საუბარი. შეიძლება შოუს დაიდგას? იცით შოუ არა. უნდა გაანადგურონ. უკვე აღარ ხო? არა, უკვე აღარ. უნდა გაანადგურონ ეს იგი ლაპარაკია რომ თქვათ დაიბომბოს ამ რევოლუციის გუშაკთა ყაზარმები. მოსპონ მათი ხელმძღვანელობა, ვინც აი ამ ასეთი გენოციდის ტოლფაზე რაღაცა ესე იგი ორ დღეში ასეთი და ჯამში ამდენი სპერპრი და ახალგაზრდობა ნარჩევი. შენი ერის შვილები, ხო? ამოხოცეს და ნუ ფოტოები შემზარავია, შტაბელებია. მართლა. გვამებისა, ხო? ესე და აი ამათი თქვათ აიათოლას თვითონ ჰამენეის თუ აიათოლამ მოგეხსენებათ უკვე სია ჩამოწერა რომ თუ მე მოვკვდებიო აი ამ ადამიანებმა გადანაწილება მოხდა ხელისუფლების გადანაწილება მოხდა პირველი დარტყმის შემდეგ ძირითადად ისრაელის დაბომბების შედეგად როცა ისრაელმა უპრობლემოდ მოსპო ირანის სრული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არაფერი არ დაუტყო მათ შორის რუსეთის ნაკები SS-300-ები 400-ები რაც იყო ყველაფერი ანუ ისინი მოსპო ვინც ვალდებული იყო არამედ საფრთხე თავი დაეცოთ არამედ მთელი ირანი ამის შემდეგ მოგეხსენებათ მოსადმა ისე იმუშავა რომ რაკეტები განთავსებული იყო შიგ თეირანში და ამ რაკეტებს ესროდნენ პირდაპირ დამიზნებით ამ გენერალიტეტს მაგასოთ 30-მდე გენერალი მოკლეს მას შორის თქვა წევს ადამიანის ძინავს თავის დასაძინებელ ოთახში გამოქვეყნდა და შეუფრინდა რაკეტა ფანჯარაში პირდაპირ იმ ოთახისა ხო და ეს დამონტაჟებული იყო შიგნით ანუ მოსადი ფლობს ირანის ტერიტორიაზე შესვლას და სხვა ხერხებს ჩვენ ეს ნახეთ კიდევაც აი ამ ფონზე სხვაშორის ისრაელის კოლეგებმა მითხრეს რომ ნუ ველოდებით რომ დაარტყამს შეერთებული შტატები პირველი დარტყმა ჩვენზე მოვა
ისრაელს. ირანი ინარჩუნებს რამდენიმე 1000 რაკეტას, დრონებს და მათ შორის ბალისტიკური რაკეტებიც აქვს. მოგეხსენებათ, რომ პუტინმა კრემლმა შეისყიდა ირანისაგან თითქმის 4 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები ბოლო 2-3 წელიწადში, რასაც უკრაინას ესვის. ესა და ირანში ქარხნები მუშაობს ამას. ეს შეიძლება მოხდეს და ნუ ახლა ორმუზის სრუტეს უპრობლემოდ გახსნია. ეს კი შეუძლია ამერიკის ფლოტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩახერგავენ ორმუზის უპრობლემოდ გაიხსნება უპრობლემოდ. რუსეთის რომ ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებას და დავიცავთ ირანს განცხადებას, ეს განცხადება დარჩება. არის აქტიურობენ თუ ვერ აქტიურობენ? ვერა, არ არის ძალა. აი, ბევრს არ ესმის, რომ 4 წლიანი ომის შემდეგ, რომელმაც თავისი ხანგრძლივობით გადაამეტა 13 იანვარს, დადგა ის დღე, როცა გაუტოლდა ხანგრძლივობით პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გაუტოლდა გერმანიის თავდასხმიდან 50 წლის 22 ივნისს, რომ დაესხა თავს გერმანიას 9 მაისამდე 45 წლის. აი ამ ვადას გადააჭარბა იმის შემდეგ. ნუ მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა 9 სექტემბრამდე, მოგეხსენებათ 45 წლის, როცა იაპონიამ მოაწერა ხელი. მაგრამ ეს უკვე და პუტინის არმიამ ვერ აიღო კუპიანსკი, რომელიც არის რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში. ვერ აიღეს. შევიდნენ, გამოვიდნენ, ამოხოცეს უკრაინელებმა და ეს გრძელდება. ეს იმ პირობებში, როცა დასავლეთმა გაცილებით მეტი მილიარდი დოლარი მიაწოდა რუსეთს ამ წლებში, ვიდრე უკრაინას. ეს დათვლილია და ეს კიდე მეორე საოცრება რა. კი, ეს ისა. ასე რომ ეს იქნება მე არ ვუყურებ ეს რომ მაშინათვე შეეხება ეს საქართველოს. როგორ შეიძლება რომ აისახოს? მით უმეტეს აი რა თქვენ ბძანეთ აი ამ განცხადების საფუძველზე მეც მაშინებს ეგ, იმიტომ რომ პირველი რაც ტრამპის ვენესუელასთან განვითარებულმა მოვლენება, რაც ჩემში გამოიწვია, ეს იყო, რომ მე მაშინ პირველად ვიგზენი, რომ რამდენად დაუცველია საქართველოს საერთოდ ყველა დიდ გამოწვევის მიმართ. ხა, რუსეთთან ორი გაურკვეველი ტერიტორია გვაქვს, არა გვაქვს დიპლომატია და ტრამპი ესეთ რამეს ამბობს და ამბობს, რომ დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკა. ესე იგი ჩვენ მარტო დავჭით ფაქტობრივად, ხო? არა ვართ მარტო ჩვენ, იმიტომ რომ ახლა მე რო გესაუბრებით ვაკეში ვცხოვრობ იმ სახში, სადაც დავიბადე 55 სკოლიდან, ჩვენი სკოლიდან, სულ რაღაცა ჩვენი სკოლიდან 300 მეტრშია ჭავჭავაძის პროსპექტზე, ჩემი ბინა და მინდა გითხრათ, რომ აქედან პირდაპირზე ზუსტად 30 კილომეტრში დგანან რუსული ტანკები და артиლერია. პირდაპირზე, გზის გასწვრივ კი არა. ხო, ესე რო გადავჭრათ, ანუ. აი, რუკაზე რომ დავარჭოთ, რო იტყვი, აი, გეოგრაფიულად 30 კილომეტრში. გზა თუ რაც არის, ყოველთვის შეუძლიათ მაქსიმუმ 40 წუთში იყვნენ თბილისში. აი, თქვა პროსპექტზე, სადაც პროტესტები ტარდება ხოლმე, ხო? მაჟბრასო. ეს ზალაშია. იქ არის რაკეტების ტოჩკა უცხინვალის რეგიონში, SS-300-ები დგას აფხაზეთში. რუსეთი სნობს ამ რეგიონს დამოკიდებელ სახელმწიფოებად და თითოეულთან აქ დადებული 100-ზე მეტი ხელშეკრულება. ასე რომ მარტო ჩვენს ტერიტორიაზე არანაირად არა ვართ ქართველები, ეს არის ის რეალობა, რომელსაც კინაღამ შევეწირეთ, როდესაც 22 წელს უკაცრავ თებერვალში დაიწყო აგრესია კრემლისა უკრაინის წინააღმდეგ. კინაღამ, ეს ალკე თემა, მე უკვე ვხედავ რომ ამომიწურა ჩემი დროც. მე მინდა რომ თუ ნებას მომცემთ რაღაც დავარეზუმო. თუ თქვენ დროს თუ მომცემთ. ამიტომ დავამატებ ხოლმე იმას, რომ ახლა ლაპარაკი არაზე, რომ თქვა თუ წამოვა ტოლვილების ნაკადი ირანიდან. მაგას ბოლოს. თუ შემოვა ესე იგი საქართველოში, ესეც ნაკლებად გონია მე. ნაკლებად დისტანციის გათვალისწინებით, პირობების გათვალისწინებით, ხო? არ ამგონია რაღაცა დიდი ტალღა ჩვენამდე მოვიდეს ასეთი. ასე რომ ფიქრობ, რომ რაღაც ესეთი უშუალო პირდაპირი, თუმცა ჩვენ დროში 100%-ით ხო ვერაფერს ვერ იტყვი. რაც თავარია, ირანმა იცის, რომ ჩვენგან არავითარი ხიფათი ირანისთვის არ არის. არ არის ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკის ბაზები განთავსებული და აქედან არავინ არ დაუშვენს რაკეტებს.
გამორიცხულია. რუსეთი ამ ეტაპზე პუტინის რუსეთი აიათოლების ირანის მოკავშირეა. ხელშეკრულებებიც აქვს და შესაბამისი ურთიერთობა. მათი ბაზები კიდე დგას და ასეთ ვითარება. ანუ ეს ის შემთხვევა, როცა რუსეთის ბაზები შეიძლება გარკვეულწილად რაღაცის ისიც იყოს, ხო, უსაფრთხოების კი, თუმცა ჩვენთვის ეს როგორი პრობლემა გასაგებია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, ამ შემთხვევაში საფრთხე არ ემოქმედება. და ბოლოსკენ ბატონო პეტრე არ მინდა რომ ბევრი დრო წაგართვა, თუმცა უზომოდ საინტერესო საუბარია და მოხარული ვარ ეს საუბარი საერთოდ შედგა ჩვენ შორის. ბევრი მაგალითად მეც ხანდახან არსებულ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ იმაში, რომ 3+3 ფორმატში არ მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრი ობახიძის ვიზიტი აშხაბადში, როცა განხორციელდა, მთლად არ იყო ეს გამართული ვიზიტი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიამეტრალურად განსხვავებული განცხადებები ტარდებოდა და მაინტერესებს ერთი რამ, რომ თუ ჩვენ რეგიონალურ პოლიტიკაზე უნდა გადავერთვათ, რა ვუყოთ ამ შემოთავაზებებს, რამდენიმდე უნდა დავაიგნოროთ. თუ უკეთეს მომავალს დაველოდოთ და ნახოთ როგორ გადანაწილდება და მე ვის მე უფრო რასაც აღმოჩნდებით იმის დამიხევით არის უფრო მოცდის მომხრე ვარ, ვიდრე აქტიურობისა. ამ ეტაპზე მაინც. ამ ეტაპზე. აი დასრულდეს ეს ომი უკრაინაში. გადანაწილდეს, ხო? უნდა დასრულდეს, ხო? ამბობენ რომ დასრულდება ან წელს, ან მალეთვე 27 წელს, შემდეგ წელს. როგორ დასრულდება გააჩნია, ხო? არის შემთხვევები, რომ ინიციატივა დაჟადია მოგეხსენებათ. დიახ. ისე და კინაღამ აი ამ ინიციატივებს შევეწირეთ 22 წელს ეს ცალკე თემა იყოს თებერვლის ბოლოს და მარტის თვეში რაც ხდებოდა, რასაც სწორედ აი ოცნება ხებულობდა გადაწყვეტილებებს მაშინ გარკვეულ ასე ვთქვათ მომენტამდე და ძალიან სახიფათო ვითარება იყო მაშინ ჩვენთვის. ეხლა ეს ასე არ არის. ეხლა მაგალითად ბრიქსია თუ რაც არის და სხვა ისინია და სომხეთიც ესწრება და აზერბაიჯანიც. და შიგნით საქართველოში წილკივილია რომ ესე იგი აი წარმოდგენელია რომ ჩვენგან ვინმე წასულიყო და სომხეთი და აზერბაიჯანი ესწრებიან. და სხვა რაღაცასაც ესწრებიან. ამ დროს მოგეხსენებათ როგორი ურთიერთობა იყო მათ შორის და ეხლა ჯერ მოგვარებული არ არის და სხვა და ჩვენები თხილობენ, ამ ეტაპზე თხილობენ და ეხლა როცა მიწეული ხარ და რა გასაგებია, მაგრამ გამოჩენა თქვათ ინიციატივისა შეიძლება იყოს დაჟჯათი და აი რა უშავს, რა ვიცი, ჩინეთთან მოწერილია ხელი სტატიკურ პარტნიორობაზე, სხვა ქვეყნებთან აგერ არაბული ინვესტიცია შეიძლება შემოვიდეს, ურთიერთობები არის. ეგეც გარკვეულწილად ბუფერი იქნება, ხო? კი, რა თქმა უნდა. რომელი ერთი სხვა ქვეყანა მოგცემდა ინვესტიციას, ხო? ამოცულობით. კი, გამოდის თქვათ ვოლფი და სხვები ცნობილი ეკონომისტები, ფინანსისტები ამერიკაში და დასავლეთიდან ინვესტიციას ნუღარელით, დასავლეთი ჩაბულია მხოლოდ ვალებში, ფული არის მხოლოდ სამხრეთში და აღმოსავლეთში და ასე შემდეგ. ასეთი ვითარება ჯერ. ბატონო პეტრე, უღრმესი მადლობა ამ საუბრისთვის. მართლაც განსხვავებული სახით წარმოგვიდგინეთ მით უმეტეს ამერიკის პოლიტიკური დღევანდელი ისტაბლიშმენტი, რაზეც დიდი მადლობა. და დარწმუნებულობა საინტერესო იქნება ამის მოსმენა და ყურება ჩვენი გამომწერებისთვის და კიდევ ერთხელ პატივისცემას გამოხატავ თქვენს მიმართ და ვიმედოვნებ რომ მომავალშიც ხშირად შევხვდებით, იმიტომ რომ თქვენ განსხვავებული რესპონდენტი ბრძანდებით უდაოდ. დიდი მადლობა, სიამოვნებით. იცოცხლეთ წარმატებას გისურვებთ და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. ბედნიერად, ბატონო პეტრე. ბედნიერად, ნახვამდის.